უფალი გვეუბნება, რომ ესე საშილად რომ განიცდი თავს, დადგმულად დაჩაგრული ხარ და თან ნახე ღმერთმა არა ყოს შურისგება რჩეულთა მისთა. და კიდევ ერთი პირობა, რომ რაღაცა მოხდეს მერე. ანუ გარდა იმისა, რომ თავს უსამართლოდ დაჩაგრულად გზნობდა და ძალიან გტკივა და კომპენსაცია გჭირდება, მოკლედ ესე რომ თქვა, აი რაღაცა მინდა გამახაროს და არაფერი აღარ მახარებთ, მან უგეშოს. ანუ მეც მინდა გავქრე, მინდა აღარ ვიცოცხლო, გესმით? აი რაღაც ეს განცდობა, დეპრესია, მწუხარება, უიმედობა, მუდმივი ტკივილი, იმიტომ რომ დავიჩაგრე. თუ გინდა რომ ღმერთმა შურისგება ყოს, ან თუ გინდა რომ ღმერთმა განუგეშოს და გარკვეული კომპენსაცია მოხდეს შენში და ყველაზე ცოტა იმედმა მაინც გამოანათო შენში, რომ ეს ტკივილი ოდესმე დამთავრდება, ამისათვის პირველი პირობა რჩეულთა მისთა. ვინ არის რჩეული? რჩეული ის კი არ არის, ვინც აქ დგას. ანუ ვის გულსაც ქრისტე შეეხო, რომ ქრისტე ღმერთი ყოფილა? გახსოვთ უფლის სიტყვები, მოწოდებული ბევრია, ხოლო რჩეული ცოტა. ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებულები, მაგრამ ვართ თუ არა რჩეულები, ჩვენ ეს არ ვიცით. და ვინ არის რჩეული? რჩეული ის მოწოდებული, ანუ ის დაძახებული. დაძახებული ვინ არის? ვის გულსაც ღმერთი შეეხო. რჩეულია ის დაძახებული და ის მოწოდებული, რომელიც მიხვდა, რომ ამ მოწოდების მერე მთავარი საკეთებელია ღვთისნება გაიგოს და მისი უპირობო აღსრულებელად გადაიქცეს. და სავის საკუთარი სიმართლე და საკუთარი ნება დაუმორჩილოს ღვთისნებას და ღვთის სიმართლეს. ეს არის რჩეული. ეს ადვილი არ არის. მე მინდა გითხრათ, რომ აი მთელი ცხოვრება ამას ვწვალობ, რომ ეს მოხდეს ჩემში. მე გაკვირდებით თქვენ, ისი ვალდებულებაც მაქვს. და აღმოვაჩინე, რომ თქვენი პრობლემების უდიდესი უმრავლესობა არის ის, რომ თქვენ ძალიან გიჭირთ, რომ ღვთისნების აღსრულებლები იყოთ. მეცაც გეტყვით, ხუთი დიაგნოზი ნახევარი საქმეა გაკეთებული, დიაგნოზსაც ვერ უსვამთ საკუთარ თავს. თქვენ ისე მოქმედებთ თქვენი ნებით, რომ გგონიათ, რომ ეს არის საღვთო სიმართლე. თითქმის აი 90% ესე ხდება ხოლმე თქვენ ცხოვრებაში. ამას შედეგად მოსდევს ის, რომ წლები გადის და ადამიანები სულიერად არ იზრდებიან. როგორებიც მოვიდნენ, ისეთებად რჩებიან. გესმით? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გახსოვდეს, რომ ჩვენ თუ გვინდა, რომ ღმერთთან კომუნიკაცია გქონდეს, უნდა ვიყოთ რჩეული, ანუ შვილის სტატუსით და იმისათვის, რომ გქონდეს შვილის სტატუსი, აუცილებელია ჩვენში აღსრულდეს საუფლო ლოცვის სიტყვები იყავნება შენი უფალო. ღვთისნება რომ აღსრულდეს, უნდა გამოვიძიოთ, უნდა ვეძებოთ, მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნათ იმას, რომ არათუ ზოგადად ვიცოდეთ ღმერთს რა უნდა, ღმერთს უნდა ჩვენი ცხონება. არამედ ჩვენი ცხოვრების ყოველ წამს, ყოველ წუთს, ჩვენი ცხოვრების ნებისმიერ გადაწყვეტილებაში, ნებისმიერ მოქმედებაში, სიტყვაში, ინტონაციაში, მოქმედებაში, გულის სიტყვაში, ფიქრში, ზრახვაში. ყველგან უნდა ვიხედებოდეთ და ვფიქრობდეთ, ეს ღვთისნება არის თუ არა. ესე ცხოვრება ძნელია ვიღაცა იტყვის. არ არის ძნელი. იმიტომ რომ თუ ჩვენ გვიყვარს უფალი და შევიყვარებთ უფალს, ის რომ საყვარელი ადამიანის ნება აღასრულო, ეს ძნელი არ არის. ხოლო ძნელია აღასრულო იმის ნება, ვინც არ გიყვარს. ამიტომაც მთელი ყველაფერი ეს უფლისად მიერთგულება ეკლესიაში ხორციელდება, იმიტომ რომ ჩვენ შევიყვაროთ უფალი, რომელიც ჩვენთვის მოკვდა. ეს ლოგიკურიც არის, ჩვენთვის მოკვდა. გესმის და ღირსი არ არის რომ გვიყვარდეს. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ შევიყვარებთ ქრისტეს, არაფერი ძნელი აღარ იქნება მერე. პირიქით ერთი სული გვექნება, რომ მისი ნების აღსრულებლები ვიყოთ.